კრუიზები, მოგზაურობის ძველი, ერთდროს კი რევოლუციური ფორმა, უკვე საუკუნეზე მეტია ადამიანებს საშუალებას აძლევს ერთი გემით მთელი მსოფლიო მოიარონ. თანამედროვე კრუიზები პატარა მცურავ ქალაქებს გვარან. კაზინოები, ბარები, აუზები, თეატრები, ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი. მაგრამ როგორც ნებისმიერ ქალაქს, კრუიზებსაც აქვთ თავიანთი ბნელი მხარეები. ადგილები, სადაც გვიან ღამით მარტო გავლას არ გირჩევენ. როცა ემი ლინ ბრედლი 1998 წელს ოჯახთან ერთად Rhapsody of the Sea-ზე, ზღვების რაფსოდიაზე ავიდა, ის უბრალოდ მშვიდ შვებულებას გეკმავდა. მაშინ ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ოჯახს გემის დატოვება იმის გარეშე მოუწევდა და მომდევნო 28 წელი მის ძიებაში გაიფრიდა. (1998) წლის 21 მარტს 23 წლის ემი ლინ ბრედლი მშობლებთან, რონთან და ივასთან და უმცროს ძმასთან ბრეტთან ერთად სან ხუანში, პუერტო-რიკოში ჩადის, რათა როიალ კარიბიანის საკრუიზო გემ ზღვების რაფსოდიაზე ერთკვირიანი კარიბული კრუიზი დაიწყოს. გემი სან ხუანიდან არუბასკენ მიემართებოდა, შემდეგ კურასაოსკენ და ბოლოს ანტილების სხვა კუნძულების მიმართულებით. ემი ლინ ბრედლი 1974 წლის 12 მაისს დაიბადა ვირჯინიის შტატის ჩესტერფილდის ოლქში. სპორტული, ენერგიული და გამორჩეულად ლამაზი გოგონა, რომელიც კოლეჯში კალათბურთს თამაშობდა. უყვარს თავისი ძაღლები და მალე ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყებას აპირებს. ემიმ ახლახან დაამთავრა კოლეჯი, იპოვა პირველი სამსახური და სულ მალე საკუთარ ბინაში გადასვლას გეკმავდა. ზუსტად ამ პერიოდში ემის მამა რონი დამსაქმებლისგან ჯილდოდ კრუიზის ბილეთებს იღებს და გადაწყვეტს, რომ ეს იდეალური შესაძლებლობაა მთელი ოჯახი ერთად გაემგზავროს მოკლე შვებულებაში. ადგილების რაოდენობა შეზღუდული იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მთელს ოჯახს ერთი კაიუტის იმედი მაქვს, რომ ქართულად კაიუტა ქვია, არ ვიცი თუ ითარგმნება, თუ იცნობთ ვინმე სიტყვის რაიმე ქართულ თარგმანს თუ არსებობს საერთოდ სიამოვნებით გამიზიარეთ კომენტარებში. ერთი კაიუტა უნდა გაიყო 4-ს. თუმცა ეს ისეთი იშვიათი შანსი იყო, რომ ხელიდან გაშვება, რა თქმა უნდა, არ უნდათ. ემი თავიდან ყოყმანობდა სიმაღლის შიში ჰქონდა და ზღვის ზედაპირიდან ამ სიმაღლეზე მოძრავ გემზე ყოფნა მისთვის მაინდა-მაინც კომფორტული არ იქნებოდა, თუმცა დედამ და ძმამ დაარწმუნეს, რომ ეს მოგზაურობა ოჯახისთვის განსაკუთრებული იქნებოდა. საბოლოოდ ემიც თანხმდება მოგზაურობას, მასაც მოეწონა ეს აზრი, რომ ცხოვრების ახალ ეტაპამდე პირველი სამსახური, საკუთარ ბინაში გადასვლა, ოჯახთან ერთად ცოტა ხნით ყოველდღიურობას მოშორდებოდა, რატომაც არა. იცოდა, რომ მალე ყველას ნაკლები დრო ექნებოდა ერთმანეთისთვის, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ეს კრუიზი იდეალური საჩუქარი იქნებოდა. დრო, რომელიც ოჯახთან ერთად უნდა გაეტარებინა. გემზე გატარებული პირველი რამდენიმე დღე udardeli და მშვიდი იყო. Rhapsody of the Sea იმ დროისთვის როიალ კარიბიანის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და პოპულარული გემი იყო. უზარმაზარი, მრავალსართულიანი მცურავი ქალაქი, სადაც ათასობით ადამიანი ერთ სივრცეში იყრიდა თავს. გემზე იყო რამდენიმე რესტორანი, ბარი, საცურავო აუზი, სპორტული დარბაზი, თეატრი, კაზინო, ხამის კლუბი. აუდიტორია მრავალფეროვანი იყო, ოჯახები ბავშვებით, უმეტესად მაინც პენსიონერები, თუმცა ახალგაზრდებს და ახალგაზრდა წყვილებსაც შეხვდებოდით. მოკლედ, კლასიკური კარიბული კრუიზის ნაზავი, სადაც ყველა ცდილობდა მზით, ზღვით და გემის კომფორტით დატკბობას. ემისა და მისი ოჯახის დღეებიც სწორედ ასე იწყებოდა. მზე აუზთან გატარებული საათები, გემის რესტორნებში გემრიელი საჭმელი და ერთად დაგეგმილი ექსკურსიები. ემის სწრაფად ეჩვევა გარემოს, როგორც ამბობენ ძალიან კომუნიკაბელური გოგონა იყო, ამიტომ
არც არა გასაკვირი, რომ მალევე დაუმეგობრდა როგორც სხვა მგზავრებს, ისე კრუიზის ეკიპაჟის წევრებსაც. ყველა იცნობდა ემის რამოდენიმე დღეში ოჯახს ესეთი ხუმრობაც კი ჰქონდა რესტორანში რამე თუ არ იყო რაღაცა უნდათ დამატებით. ვთქვათ, რომ მიმტანს ვუთხრათ, რომ ემის უნდა და მაშინ აუცილებლად მოგვიტანენ. განსაკუთრებით დაუახლოვდა გემის ბენდს, რომელიც ღამის კლუბში უკრავდა ჯგუფს Blue Orchid ერქვა და მათ შორის იყო ბასისტი, რომელსაც მეტსახელად Yellows, ანუ ყვითელს ეძახდნენ. არ ვიცი, შეიძლება ხან Yellow ხან ყვითელი არ ვიცი, მეტსახელი უნდა გადავთარგმნო თუ არა, მაგრამ ხშირად იღებავდათ მას ქერად, მოყვითალო ქერად და აქედან გამომდინარე შეარქვეს ზედმეტსახელი Yellow, ანუ ყვითელი. Yellow იყო ექსტრავერტული ყურადღების ცენტრში ყოფნის მოყვარული მუსიკოსი, რომელიც ემისთან ხშირად საუბრობდა და განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა. გაუჩინარებამდე ერთი ღამით ადრე ემი, მისი ძმა, ბრედი და სხვა სტუმრები გემის კლუბში იყვნენ. გემზე, რა თქმა უნდა, ვიდეო და ფოტო გადაღება მიმდინარეობდა მგზავრებისთვის და არსებობს ვიდეო ჩანაწერი, სადაც ემი Yellows-თან ცეკვავს კადრები, რომლებიც მოგვიანებით არაერთხელ გაანალიზდება. თუმცა ოჯახის წევრები მოგვიანებით ყვებიან, რომ ემი და მის გარშემო სიტუაცია მათთვის ჩვეულებრივად, კომფორტულად და რაც მთავარია უსაფრთხოდ გამოიყურებოდა. ის უბრალოდ ერთ-ერთი ახალგაზრდა მგზავრთაგანი იყო, არც ისე ბევრი იყვნენ, როგორც გითხარით, ახალგაზრდები გემზე, ვინც გემის სოციალურ ცხოვრებას ეზიარებოდა. ეს დღეები არაფრით ბადებდა ეჭვს იმაზე, რაც მალე მოხდებოდა. ერთ საღამოს გემის ფოტოგრაფი მგზავრებს პროფესიონალურ ფოტოებს უღებდა. ეს კრუიზებზე სხვათა შორის ჩვეულებრივი ამბავია, ჩვეულებრივი პრაქტიკა, ოჯახებს, წყვილებს, ინდივიდუალურ მგზავრებს არ აქვს მნიშვნელობა, შეუძლიათ გამოეწყონ სტუდიური ფოტოები გადაიღონ და შემდეგ ეს ფოტოები გემის საერთო სივრცეში სპეციალურ სტენდებზე იფინება და სურვილის შემთხვევაში მგზავრებს მათი ყიდვა შეუძლიათ, როგორც მოგზაურობის მოგონება. რონი და ივა სწორედ ამ სტენდთან მიდიან, რათა ოჯახის ფოტოები მოძებნონ და შეიძინონ, მაგრამ აქ მათ პირველი შემაშფოთებელი დეტალი ხვდებათ, ემის ყველა ფოტო უკვე გაყიდულია. ოჯახის სხვა არც ერთი წევრის, ხოლო ემის. ფოტოგრაფი თვითონაც გაუგნებულია, გემის პერსონალიც ვერ ხსნის, ვინ იყიდა ფოტოები. ეს იმ მომენტში უკვე უცნაური ჩანდა, რა თქმა უნდა, მაგრამ მოგვიანებით ემის გაუჩინარების შემდეგ ოჯახისთვის დამატებით ამოუხსნელ კითხვად იქცა, ვინ იყო ეს ადამიანი, რატომ სურდა მხოლოდ ემის ფოტოები და ჰქონდა თუ არა ამ ადამიანს კავშირი იმასთან, რაც რამდენიმე დღეში მოხდებოდა. 1998 წლის 23 მარტის საღამოს ემი და მისი ოჯახი გემის ოფიციალურ ვახშამს ესწრებიან. მოგვიანებით კი გემის ბარში და კლუბში აგრძელებენ გართობას. ემი ნასვამი იყო, მაგრამ როგორც თვით მხილველები ყვებიან, არა ზედმეტად. მოგეთ, ღამის კლუბში ყველა ნასვამები იყვნენ. იმ ღამით გემის ბენდი Blue Orchid უკრავდა და ღამის განმავლობაში ემი და მისი ძმა ბრედი კლუბში ცეკვავდნენ. მშობლები ცოტა უფრო ადრე წავიდნენ დასაძინებლად, როგორც მომის იყვება უკვე მათთვის ბევრი იყო ეს ყველაფერი და უთხრეს თავიანთ შვილებს, რომ იცი რა, ჩვენ უკვე მივდივართ და დაძმა კლუბში დარჩნენ. ვიდეო ჩანაწერებში და ფოტოებზე ჩანს, როგორ ცეკვავს ემი ბენდის ბასისტთან, ალისტერ Yellow დაგლასთან, ანუ Yellows ნამდვილი სახელი ალისტერ დაგლასია, რომელიც იმ საღამოს განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობდა ემის. დილის 3 საათი და 35 წუთი. ბრედი კაიუტაში ბრუნდება. ეს დრო გემის ელექტრონულ ბარად საკეთზე სისტემაში არის დაფიქსირებული. დილის 3 საათსა და 40 წუთზე 5 წუთის შემდეგ კაიუტაში ემიც ბრუნდება. ისინი ცოტა ხანს აივანზე სხედან საუბრობენ, შემდეგ კი ბრედი დასაძინებლად ბრუნდება კაიუტაში. ემი კი აივანზე რჩება, როგორც თავის მასეუბნებად თავს ცოტა შეუძლოდ გრძნობდა და ცოტა ხანი კიდევ სუფთა ჰაერზე დავრჩები და შემდეგ შემოვალ დასაძინებლად. კაიუტის სიტუაცია რომ წარმოიდგინოთ, ანუ ორ ადგილიანი საწოლი, სადაც მშობლებს ეძინათ და გასაშლელი დივანი იდგა კიდე კაიუტაში, სადაც დაძმას ეძინათ. დილის 6:15 წუთი, 6:30 ემის უკანასკნელად მამამისი რონი ხედავს, მისი თქმით ემი აივნის გამზე იჯდა, სიგარეტი ეჭირა და ზღვას გაყურებდა. რონი იხსენებს, რომ ემი ცოტა ჩაფიქრებული ჩანდა, მაგრამ არა დეპრესიული ან სასოწარკვეთილი არაფერი ისეთი, რაც მიანიშნებდა, რომ ის რაიმე
რადიკალურის გაკეთებას გეგმავდა. რონიმ იფიქრა, რომ ემი ცოტა ხანს კიდევ დაჯდებოდა აივანზე და შემდეგ შიგნით შემოვიდა და ამიტომ ისევ დაწვა დასაძინებლად. რონი ისევ დაახლოებით დილის 6 საათზე იღვიძებს. ამ დროს ემი უკვე აღარ ჩანს. სავარძელზე, კაიუტაში უკვე სავარძელზე ემის ყვითელი მაისურია გადაკიდებული, რომელიც ემის იმ საღამოს ეცვა, ანუ გამოიცვალა. დასაცმელი გამოიცვალა. მამამისმა იფიქრა, რომ როგორც ჩანს ვერ დაიძინა, თან უკვე მალე უნდა გასულიყვნენ კიდეც საუზმისთვის და როგორც ჩანს ემი ცოტა ადრე გავიდა დილის ყავისთვის. თუმცა უკვე საუზმის დრო ახლოვდება, ემი ისევ არ ჩანს, კაიუტაში არ ბრუნდება, ეძებენ სადაც შეუძლიათ, კითხულობენ, თუმცა ემი არავის უნახავს და არ ჩანს. ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, მალევე აცნობებენ გემის ეკიპაჟს, რომ ემის ვერ პოულობენ, გაუჩინარდა. თუმცა გემის მასშტაბური ოფიციალური ჩხეკა და გარშემოწყლების სრულფასოვანი შემოწმება დაუყოვნებლივ არ იწყება და ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოგვიანებით ძალიან მწვავე კრიტიკას იმსახურებს. რონი და ива და მისი ძმა ისერად იწყებენ მოქმედებას თვითონ როგორც შეუძლიათ, ისინი დამოუკიდებლად ჩხეკენ გემს, ბარებს, აუზს, კლუბს, საერთო გემბანებს, ადგილებს, სადაც მათ როგორც მგზავრებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება. ეკიპაჟს სთხოვენ, რომ განცხადება მაინც გააკეთონ, რომ ემი სტუმრების მომსახურების ცენტრში გამოცხადდეს. იმედს არ კარგავენ, რომ სადღაც არის, იქნებსადმე ჩაეძინა რომელიმე გემბანზე ან სადღაც და გამოჩნდება. თუმცა პასუხისმგებელი ოფიცერი თავდაპირველად ვარს ამბობს განცხადების გაკეთებაზე, მიზეზად ასახელებს იმას, რომ არ სურთ სხვა მგზავრების შეშფოთება დილის 7 საათზე. უკმაყოფილებას გამოიწვევს მგზავრებშიო, სავარაუდოდ ემისადმე გემბაზია და მალე გამოჩნდება. ამის ნაცვლად ეკიპაჟი მხოლოდ რამდენიმე კონკრეტულ ზონას ამოწმებს, ზედაპირულად, შეზღუდულად. უნდა გაითვალისწინოთ, რომ როცა კრუიზზე ხართ, როცა სანაპიროს რაღაც კილომეტრით შორდებით, საერთაშორისო წყლებში ხართ. ცურავი ქალაქი ტყუილად არ მიხსენებია. აქ უკვე ემორჩილებით დაცვის სამსახურს, რომელიც როგორც პოლიცია, ისე უნდა წარმოიდგინოთ გემზე და კაპიტანს, რომელიც არ ვიცი, ან ქალაქის მერად, ან ქვეყნის პრეზიდენტად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ეს არის ადამიანები, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ და მათი გადაწყვეტილება კანონია. დაახლოებით დილის 7 საათსა და 50 წუთზე Rhapsody of the Sea კურასაოს დედაქალაქ ვილემსტადის პორტში დგას და მგზავრები გემიდან ჩასასვლელად ემზადებიან. მიუხედავად იმისა, რომ ემი ჯერ კიდევ არ უყოვიათ, ისევ დაკარგულად ითვლება. ოჯახი ეკიპაჟს სთხოვს, რომ გემიდან არ ჩამოსვან მგზავრები და პორტში შესვლის უფლება არ მისცენ, მაგრამ ამ თხოვნასაც არ აქცევენ ყურადღებას. გემი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ოპერირებას, თითქოს არაფერი მომხდარა. როგორც აცხადებენ, გემზე დაახლოებით 1400 მგზავრი იყო, რომელსაც დიდი ფული ჰქონდა მოგზაურობაში გადახდილი და ერთი გოგონას გაუჩინარების გამო მათ ვერ დააყოვნებდნენ. ეს მონაკვეთი არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რადგან ძებნა მაშინ ვერ დაიწყო, როცა ემი დაკარგულად გამოცხადდა. გემი არ შეჩერდა მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ქალი დაიკარგა და გაუჩინარდა ღამის საათებში მგზავრები თავისუფლად ჩამოსვეს პორტში. მაშინ როცა თუ თეორიულად წარმოვიდგენთ, რომ თქვათ ემი გაიტაცეს, ანუ ვიღაცას შეეძლო, რომ უჩუმრად გადაეყვანა ემი გემიდან პორტში. ან თუ სხვა ფორმის დანაშაულთან გვაქვს საქმე, დამნაშავე გემს ტოვებს. გარანტიის გარეშე, რომ ისევ დაბრუნდება გემზე. როცა მგზავრები გემს ტოვებენ, რა თქმა უნდა, მაშინვე იწყება ყველაფრის გასუფთავება, დალაგება, მოწესრიგება და მათ შორის დანაშაულის ადგილისაც. რამოდენიმე კონტრ-არგუმენტს მოისმენთ, სხვათა შორის, რომელიც გემის ეკიპაჟის და კაპიტნის მსგავს მოქმედებას ამართლებენ, იმ მხრივ, რომ შედარებას აკეთებენ, რომ თქვათ, ხმელეთზეც ესეა. თუ ადამიანი იკარგება, რაღაც 24-72 საათი უნდა გავიდეს, რომ ეს ადამიანი დაკარგულად გამოცხადდეს საერთოდ, ხო? მაგრამ არ ვიცი, რამდენად ერგება კრუის მსგავსი შედარება, იმიტომ რომ ხმელეთზე შეიძლება თქვა, რომ არ ვიცი, სადღაც წავიდა, მანქანა გაუფუჭდა და სადღაც გზაზე დგას და სიგნალი არ არის და ვერავის ვერ ურეკ. არ ვიცი, რაღაც, მაგრამ გაშლილ ოკეანეში ხარ გემზე. მაინც არსად არ აქვს დასასვლელი, ხო? თუ რაღაც არ მოხდა, თუ რაღაც ისეთი არ მოხდა, რაცაც არ გეგმავდი და არ გინდოდა, უბედური შემთხვევა იქნება, დანაშაული იქნება, არ აქვს მნიშვნელობა.
ფაქტია რომ რაღაც ისეთი მოხდა რომ საკუთარი ნებით არ იმალები ხო პატარა ბავშვებით. ემის გაუჩინარებიდან დაახლოებით 24 საათის შემდეგ ამერიკის სანაპირო დაცვას ოფიციალურად აცნობეს შემთხვევის შესახებ. დაიწყო საძიებო სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ჩართული იყვნენ როგორც ფრენები, ისე საპატრულო გემები. ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ ემის სხვების რაფსოდიის მარშრუტის გასწვრივ იმ წლებში, სადაც გემი იმ ღამით გადაადგილდებოდა. მიუხედავად მასშტაბური ძებნისა, წყალში ან სანაპიროზე ვერც ცხედარი და ვერც ვერანაირი კვალი ვერ იპოვეს. ბევრი დამკვირვებელი და გამომძიებელი, დამოუკიდებელი გამომძიებელი ამბობს, სხვათა შორის, რომ კრიტიკული საათები დაიკარგა იმის წყლებში ძებნით, მაშინ როცა პორტში და გემზე და კონსულზე უნდა მოეძებნათ და თავიდანვე დაიწყეს სიტუაციის როგორც უბედური შემთხვევის შეფასება. და მხოლოდ წყლებში ეძებდნენ. ოფიციალურად განსაკუთრებით გამოძიების საწყის ეტაპზე 3 ძირითადი ვერსია განიხილებოდა. უბედური შემთხვევა, ემი შესაძლოა გემიდან, აივნიდან გადავარდა, თვითმკვლელობა რომ თვითონ გადახდა და დანაშაული. გადაცება ან ძალადობრივი ბიძგი ვიღაცამ გადააგდო აივნიდან. მოკლედ მესამე პირის ჩართულობა. მშობლები თვითმკვლელობის ვერსიას თავიდანვე გამორიცხავდნენ. ემი გეგმებით იყო სავსე ახალ ბინაში გადასვლას აპირებდა, ახლად დაწყებული სამსახური ჰქონდა, ოჯახთანაც ძალიან კარგი და ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ამ სიტუაციაში შემოყავთ მისი სექსუალური ორიენტაცია, მეგობარი გოგონა ყავდა ემის და 1998 წლის შესახებ საუბრობთ, როგორც მშობლები ყვებიან სხვათა შორის თვითონ დრო დასჭირდათ ამ ყველაფრის გააზრებისთვის და პირველი ეტაპი არც ისეთი და პირველი ეტაპი ცოტა დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა არასდროს შეუწყვეტიათ საკუთარი შვილის სიყვარული და კითხვის ნიშნის ქვეშაც კი არ დამდგარა მათი ურთიერთობა საკუთარ შვილთან. ბევრ სტატიას წაიკითხავთ ან დოკუმენტურს ან სიუჟეტს სხვა მედიაში განიხილა ეს თემა და ძალიან უსმევენ ამ საკითხს ხაზს, ამ ასპექტს ხაზს ჩემი აზრით არასაჭიროდ. ზედმეტად თითიდან გამოწოვილია, როცა მთელი ისტორია იცი შემდეგ თქვენს ვიდეოს ბოლოს თქვენი აზრით სიამოვნებით გამიზიარებთ, მაგრამ ძალიან თითიდან გამოწოვილია ეს ყველაფერი და ადამიანები, რომლებიც მთელს ისტორიას ისმენენ. იმ უამრავი საეჭვო დეტალის შესახებ იციან, რაც ამ ისტორიაში ახლა თქვენს მალე მოისმენთ. კიდევ რომ თვითმკვლელობაზე ამახვილებენ ყურადღებას. არ ვიცი, მოკლედ, რა თქმა უნდა, ნებისმიერ თეორიას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ძალიან დაუჯერებელი მგონია. მეორე არის უბედური შემთხვევა, რომელიც ასევე ნაკლებად რეალური იყო. ემი ძალიან სპორტული აღნაგობის, ძლიერი გოგონა იყო, სპორტით დაკავებული, კალათბურთს თამაშობდა, თან აივანი მოაჯირი აივნის საკმაოდ მაღალია, ძალიან უნდა მოინდომო, რაღაც უნდა დადგა, ან სკამი, მაგი და რაღაცაზე უნდა ახვიდე, რომ ამ აივნიდან გადახტე. შემთხვევით გადავარდა ხო, ძალიან წარმოუდგენელია. და მესამე ვერსია დანაშაული. რაღაც ფორმის დანაშაული დროთა განმავლობაში ყველაზე სერიოზულ ჰიპოთეზად იქცა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოჩნდა მრავალი საეჭვო დეტალი. ემის ფოტოების გაუჩინარება, გემის ბენდის წევრების და ზოგადად ეკიპაჟის წევრების საკმაოდ უცნაური დამოკიდებულება ემის მიმართ. ბევრი განსაკუთრებით სპეკულაციის ცენტრში გემის ჯგუფის ბასისტს იელოუს აყენებს. ის იყო ერთ-ერთი უკანასკნელი ადამიანი, ვინც ემი ცოცხალი ნახა და ვიდეო ჩანაწერებშიც ჩანს, როგორც ეკვამენ ისინი კლუბში. შემდეგ სხვათა შორის იელოუ და ემი გემის ლიფტშიც დაინახეს. გაუჩინარებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, მაგრამ გადამწყვეტი მომენტი იყო ის, რომ პერსონალმა ჩათვალა ეს უბედურ შემთხვევად, ან თვითმკვლელობად, რაც მათ, რა თქმა უნდა, უფრო აწყობდათ ვიდრე ის, რომ კრიმინალი ყავდათ გემზე. თან ოჯახის წევრები თავიანთ კაიუტაში იცდიდნენ, არ დასწრებიან გემის ჩხეკას. რეალურად რო ვთქვათ, პერსონალმა საკუთარი კაბინები თვითონ გაჩხრიკეს. და დაახლოებით ესე გამოვიდა. საათები თუ არა დღეები შეიძლება გავიდეს სანამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად FBI დანაშაულის ადგილზე საერთოდ შეძლებს მისვლას. ერთ-ერთი გამომძიებელი იხსენებს, რომ როცა როგორც იქნა გემზე ავედითო და კაიუტის დათვალიერება შევძელითო, ყველაფერი უკვე გაწმენდილი და დაალაგებული იყო. არც კი დაუბლოკავს გემის პერსონალს ბრედლების კაიუტა. ყველას შეეძლო შესვლა და გამოსვლა. მაგალითად, მოსამსახურე პერსონალი, რომელიც ალაგებდა დნმ თითის ანაბეჭდები
არ ვიცი, რაც შეიძლება სავარაუდოდ რა თქმა უნდა, მაგრამ რაც შეიძლებოდა რომ ეპოვათ, ყველაფერი გასუფთავეს და აალაგეს. ოჯახის წევრები დაკითხეს რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში, ოჯახის წევრები გვინდა თუ არ გვინდა რა თქმა უნდა, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგანან. შემდეგ გემის პერსონალიც დაკითხეს, მოვლენების თანმიმდევრობის დაალაგებასაც შეეცადნენ, რადგან როგორც გითხარით, კაიუტები ელექტრონული ბარად გასაღებით იღებოდა და იკეტებოდა. ანუ დრო, რომელიც მე ზემოთ გითხარით, გამთენის საათები, კაიუტში ელექტრონულად არის ბარად გასაღებით დაფიქსირებული. მაგრამ თუ დააკვირდეთ, მხოლოდ კაიუტაში შესვლის საათები გითხარით, რადგან გასაღების სამწუხაროდ კაიუტიდან გასვლის დროს არ აფიქსირებდა. ანუ ვიცით, როდის დაბრუნდა ბრედი და ემი კაიუტაში, მაგრამ შემდეგ ემი როდის გავიდა კაიუტიდან, ეგ დრო არ გვაქვს. რეალურად გრჩება, მამამისი როგორც ამბობს, სადღაც დილის 6:15 წუთი, 6:30 იყო, როცა ბოლოჯერ დაინახა ემი, შემდეგ როგორც იხსენებს, დილის 6 საათი იყო, როცა გაეღვიძა და ზუსტად საათისთვის არ შეუხედავს და მე ემისთვის არ შეუხედავს, ავტომატურად დადასტურებული დრო არ არის, რა თქმა უნდა, თვითონ ესე იხსენებს. მაგრამ თუ დავუჯერებთ მამამისის სიტყვებს, რომ სწორად აქვს გონებაში საათები, მაშინ გვაქვს 9 საათიანი მონაკვეთი. დილის 6:30-დან 6 საათამდე, როცა გაიღვიძა უკვე მთელმა ოჯახმა, ამ 9 საათში არის რაღაც მომხდარი მაშინ. კამერებიც გადამოწმდა რა თქმა უნდა გემზე, თუმცა ისე რაც მცირე რაოდენობის კამერები ჰქონდათ, ძალიან ცუდი ხარისხის და სულ რამოდენიმე საჯარო სივრცეში, არაფერი განსაკუთრებული ემი სამწუხაროდ ასეც არ დაუფიქსირებია. მგზავრების დაკითხვისას საინტერესო ფაქტი, რაც გამომჟღავნდა, იყო მათი გვერდითი კაიუტის მეზობელი, საშუალო ასაკის მამაკაცი სახელად ბრაითაგი, მიიჩნეოდა რაღაც პერიოდი ეჭვმიტანილად, მაგრამ ხელჩასაჭირი არაფერი არ ჰქონდათ მის წინააღმდეგ, მისი კაბინის გვერდითა მეზობლები იხსენებენ, ამ მამაკაცის მეორე მხარეს მეზობლები იხსენებენ, რომ ზუსტად იმ დროს, როცა ემი გაუჩინარდა ბრაითაგის კაიუტაში, ტელევიზორი იყო ძალიან ხმამაღლა ჩართული, მაგრამ ვიღაცას თვითონ ისე ხმამაღლა ელაპარაკებოდა, ეჩხუბებოდა, რომ ტელევიზორის ხმამაღალ ხმასაც კი ფარავდა. მაშინ როცა ეს მამაკაცი მარტო მოგზაურობდა. უცნაურ ტიპად ითვლებოდა, საშუალო ასაკის მამაკაცი, რომელიც მარტო მოგზაურობს, ის ყველას აკვირდება, კაიუტაში მარტოა, მოგეთ შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ასეთ სიტუაციაში უკვე როცა რაღაც ხდება, რა თქმა უნდა, ეჭვის ქვეშ დგება, თუმცა იმის გამო, რომ ვიღაცა უცნაურია, ან მარტო მოგზაურობს, ავტომატურად ეჭვმიტანილი არ ხდება ხომ. კიდევ ერთი თეორია, პროცესად ჭორი, მოდით ესე დავარქვათ, რაც მგზავრებს შორის ტრიალებდა, იყო ის, რომ ემი აივანზე გადასვლას ცდილობდა მეზობელთან და ამ დროს სხვაში ჩავარდა. მაგრამ ამავდროულად სხვები ყვებიან მაგალითად, რომ იხსენებენ, როგორ ყვებოდა ემი და რაბახობდა, რამდენად კარგი და ძლიერი მოცურავე არის და კურასაოს სანაპიროს სინათლეები რომ დაინახა კრუიზიდან გადაწყვიტა დაემტკიცებინა, რამდენად კარგი მოცურავე იყო და გადახტა, რომ გემზე ადრე მიეცურა სანაპირომდეო. არ ვიცი, ცოტა ძალიან ბავშვურ და უცნაურ საქციელად მეჩვენება, რომ საკუთარი ოჯახის წევრები ასე ძალიან შეაშინო იმის გამო, რომ იცი რა, გემს მივასწარის სანაპიროზე. იხო ხდებით, რეალურად ხელჩასაჭირი რეალური თეორია, რომელიც შეიძლება რომ დანაშაულის თეორიას დაუპირისპირო, არ არსებობს. საინტერესო ამ დაკითხვებიდან, რაც მე ვფიქრობ, რომ რეალურად FBI-მ ყველაზე მეტი ინფორმაცია რეალურად ვისგანაც მიიღო, არის ლორი, ახალგაზრდა გოგონა, 18 წლის გოგონა, რომელიც თავის მეგობართან ერთად დილის 5-დან 6 საათამდე შუალედში ემის ხედავს. ყვება, რომ კლუბის შემდეგ გემის ზედა გემბანზე, ღია გემბანზე ისხდნენ, ის და თავისი მეგობარი. კლუბის შემდეგ არ ეძინებოდათ და გადაწყვიტეს, რომ კაიუტაში აწესულიყვნენ და გემბანზე დარჩენილიყვნენ ღიაცის ქვეშ. ამ გემბანიდან ადიოდა შუშის გამჭვირვალე, შუშის ლიფტი ხამის კლუბში. სადაც ყველანი ერთად იყვნენ იმ ხამეს, სუსუზემოთ იყო ხამის კლუბი, ასე ვთქვათ, კაიუტების სივრციდან მაქსიმალურად მოშორებული, რომ ღამე ხმავს არ შეეწუხებინა მგზავრები. ამ ლიფტში ემი და იელოუ დაინახა ხამის კლუბში როგორ ბრუნდებოდნენ. ისევ ხამის კლუბში როგორ ადიოდნენ, მაშინ როცა კლუბი უკვე დაკეტილი იყო. დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ იელოუ უკვე მარტო ბრუნდება. ზუსტად მათ ჩაუარა გემბანზე გვერდით და ლორი იხსენებს, რომ განსაკუთრებით დამამახსოვრდა, რომ მარტო იყო იელოუ, იმიტომ რომ იქამდე განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა ჩვენს მიმართ. მე მგონი ნებისმიერი
გოგოს მიმართ იჩენდა ინტერესის ტიპი, მაგრამ ამით განსაკუთრებით გვახსოვდა, ამით განსაკუთრებით ყავდა დამახსოვრებული აი თვალის ჩაკვირა, გაღიმება, ანუ უყურადღებოდ არასდროს არ ჩაუვლია ჩვენთვისო და ძალიან ჩქარობდა, თვალი აგვარიდა და მაქსიმალური სისწრაფით ჩაგვიარავდა. ამიტომ განსაკუთრებით დამახსოვრდათ ეს მომენტი. რა თქმა უნდა, უცნაურად ეჩვენათ ეს ფაქტი, მაგრამ რა თქმა უნდა, არაფერი გაუკეთებიათ, როგორც ამბობენ, მალევე თვითონაც დაბრუნდნენ კაიუტაში უბრალოდ დროის მონაკვეთის დასაზუსტებლად არ გამოდგება ეს ისტორია, ნასვამი თინეიჯერები, რასაც იხსენებენ მონაყოლი, დადასტურება არ ხდება მონაყოლის სამწუხაროდ, იმიტომ რომ ბარათი დაავწყდათ და დავაკაკუნეთ და ერთ-ერთის დედა იყო კაიუტაში და იმან შიგნიდან კარი გაუხო. ამიტომ რომელ საათზე დაახლოებით, რომელ საათზე ისხდნენ აივანზე და რომელ საათზე დაბრუნდნენ კაიუტაში, ამ დროის ფაქტებით დადასტურება ამის გამო სამწუხაროდ ვერ ხდება. ასე გადის დღეები და უკვე 27 მარტი გვაქვს, კრუიზი უკვე ტოვებს კურასაოს და FBI-ც რა თქმა უნდა თავის უფლებამოსილებას კარგავს. ვერაფერი ვერ იპოვეს ისეთი, რაც ადგილობრივი პოლიციისთვის და ადგილობრივი გამომძიებლებისთვის შეიძლებოდა რომ მიეცათ, რომ იცი რა, ეს ადამიანი დააკავეთ. ეს გამოგვადგება, ვთქვათ, ეს ფაქტები ბრალდების წასაღებად არაფერი მსგავსი. და ერთ-ერთი მეგობრის რჩევით 27 მარტს ფრედლების ოჯახიც სახლში ბრუნდებიან, რადგან თვითონაც ხვდებიან, რომ სახლიდან უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ სამართლებრივი თვალსაზრისით, ვიდრე კურასაოში. ოჯახის ამერიკაში დაბრუნების შემდეგ იწყება მრავალწლიანი კოშმარი, სავსე იმედებით, ცრუ მინიშნებებით, დაუდასტურებელი ნახვებით და მუდმივი მოლოდინით, რომ ემი სადღაც შეიძლება ცოცხალი იყოს. დროთა განმავლობაში რამოდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მინიშნება იკვეთება. 1998 წლის აგვისტოში ამერიკელმა მკვინთავმა, რომელიც კურასაოში შვებულებაში იყო, განაცხადა, რომ ემი ნახა სანაპიროზე ორ მამაკაცთან ერთად. გოგონა დეივიდს უახლოვდება, რაღაცის თქმას ცდილობს მისთვის, მაგრამ ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც გოგონას ახლდა, ხელს ავლებს და სასწრაფოდ მიყავს. გოგონა განსაკუთრებით დაამახსოვრდა მისი ტატუს გამო. ასმანური ეშვაკის ტატუ ჰქონდა იმისაც და როგორც დეივიდი ყვება ამ გოგონასაც, რომელიც მაშინ სანაპიროზე ნახა. და ასევე განსაკუთრებით დაამახსოვრდა ამ ორი თანხლები მამაკაციდან ერთ-ერთი, რადგან განსაკუთრებული აგრესიით მიყურებდა. ძალიან გაბრაზებული, თითქოს ცეცხლს აფრქვევდა, თვალებიდან ისე დაჟინებული მზერა ჰქონდა. და როცა ეს ამბავი ესე ფართო მასშტაბზე გავიდა და მედია ჩაერთო ამ ყველაფერში და ამ კრუიზზე, რა თქმა უნდა, უამრავი სიუჟეტი გაკეთდა და უამრავი სტატიაც დაიწერა და ფოტო და ვიდეო მასალა გავრცელდა ამ კრუიზიდან. რა თქმა უნდა, დაგლასის იელოუს ვიდეოც გავრცელდა, როგორც ეკვავს ემისთან ერთად მისი გაუჩინარების ღამეს. და დეივიდმა ვიდეოზე ამოიცნო დაგლასი. როგორც ამბობს, ეს ის ადამიანი იყო, ვისთან ერთადაც ემი იმ დღეს სანაპიროზე ნახა. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს გაუჩინარების ამბავი მარტის ბოლოს ხდება და ჩვენ აგვისტოს შესახებ ვსაუბრობთ უკვე რამოდენიმე თვე არის გასული. ოჯახი ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ კურასაოში ბრუნდება და პრესკონფერენციას მართავს, პრესას ესაუბრება, ფოტოებია ყველგან გამოგრული და გამოქვეყნებული, ჯილდო არის დაწესებული თუ კი ვინმე რაიმე ინფორმაციას მიაწვდით და ასე ვთქვათ, თვითონაც ცდილობენ ემის მოძებნას, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერს ვერ პოულობენ. ერთადერთი ტაქსისტი იპოვეს, რომელიც ყვება, რომ გოგონასთან ჰქონდა მოკლე დიალოგი, რომელიც ძალიან გავდა ემის კუნძულზე ნახა, გამოელაპარაკა, კითხვა დაუსვა, რადგან გოგონა ცდილობდა სატელეფონო ჯიხური ეპოვა დასარეკად. და საინტერესო მინიშნებას აძლევს ეს ტაქსისტი კონკრეტულ ადგილს უსახელებს Coral Cliff, სადაც წასვლას ურჩევს, თუ ემის ძიების გაგრძელება გინდათ, მაშინ მაგ ადგილს გირჩევთ, ოღონდ რა თქმა უნდა აფრთხილებს, რომ ძალიან საშიში უბნის შესახებ არის საუბარი. არავის არ ენდოთ, არავის არ გამოელაპარაკოთ, მხოლოდ დააკვირდით, მხოლოდ დაათვალიერეთ, იქნებ გაგიმართლოთ და სადმე ემის გადააწყდეთ. ფრედლების ოჯახი პოლიციას უყვება ამ ამბავს და პოლიციის ოფიცერი მიყვება, რადგან მათი მარტო გაშვება არ უნდათ, ძალიან საშიში უბნის შესახებაა საუბარი, ამიტომ სამართალდამცავებიც მიყვება ოჯახის წევრებს. ეს არის ადგილი, რომელსაც სხვადასხვა მაფიოზური დაჯგუფებები მართავენ, სანაპიროს აკონტროლებენ, სახელმწიფოს
ზედამხედველობის გარეშე. მოკლედ, კონტრაბანდის ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც კუნძულზე შედის და შემდეგ, კონტინენტურ ნაწილზე ხდება. სწორედ აქედან შემოდის ეს არის გაშლილი სხვა, კლდოვანი სანაპიროები, სასაზღვრო პოლიცია არ დგას და ეს მაფიოზური დაჯგუფებები აკონტროლებენ ყოველ კუთხეს. როგორც იცით, კურასაოს განსაკუთრებით საშიშს ხდის კონტრაბანდის მხრივ განსაკუთრებით ვენესუელასთან სიახლოვე. არ არის გასაკვირი, რომ ოჯახმა ვერაფერი ვერ იპოვა, არ უნდა დაგვავიწყდეს რა ხდის ასეთ ადგილებს და ასეთ კუნძულებს დამნაშავეებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველს. აქ ძალიან იოლია საკუთარი თავის ან ვიღაცის და რაღაცის დამბალვა. შემდეგ გვაქვს 1999 წელს, 1 წლის მოგვიანებით, ამერიკის სასაზღვრო ქვეითის ჩვენება, რომელიც კურასაოში თუ როგორც ყვება არალეგალურ ბარში, ანუ ბორდელში იყო თავისუფალ საღამოს, როცა გემიდან ჩამოსვეს და დაინახა როგორ შემოვიდა არალეგალურ ბარში ორი ქალბატონი ორ თანმხლებ მამაკაცთან ერთად, რომლებიც კბილებამდე შეიარაღებულები იყვნენო. უკვე წასვლას ვაპირებდიო, მაგრამ განსაკუთრებით მიიპყრო ერთ-ერთმა გოგონამ ჩემი ყურადღება, რომელიც ძალიან ლამაზი იყო და განსაკუთრებით დაამახსოვრდა, უკვე ნასვამი იყო, განსაკუთრებით დაამახსოვრდა ეს მომენტი, რომ როგორც კი მამაკაცები ბარისკენ მიბრუნდნენ სასმლის შესაკვეთათო, მაშინვე ჩემსკენ გადმოიწია ეს გოგონა და მითხრა, რომ ემილი ბრედლი ქვია, ამერიკიდან არის. ძალდატანებით ყავთ ამ ადგილზე და მეძავად მუშაობას აიძულებენ, რადგან მათი ვალი აქვს $200 და სანამ ფულს უკან არ დაუბრუნებს, წასვლის უფლებას არ აძლევენ. მოკლედ, ძალიან კლასიკური ისტორია, მე მგონი, რომელიც უამრავ ფილმში გვაქვს უკვე მოსმენილი და ნანახი და დახმარებას თხოვს ქვეითს, მაგრამ ამ დროს ერთ-ერთი მეორე ქალბატონი, რომელიც თან ახლდათ, ის მოდის მაგიტასთან და ემი მაშინვე ჩუმდება და ეს ქვეითი როგორც იხსენებს, უკვე მისი საპენსიო ასაკი ახლოვდებოდა, როგორც სამხედროს და არ უნდოდა მოეყოლა სად იპოვა, სად ნახა ემი, მაშინ უნდა ეთქვა, რომ ამ არალეგალურ ბარში ატარებდა დროს. და ამ ისტორიის გასაჯაროება არ უნდა და ამიტომ არ მოყვა ეს ისტორია. საინტერესო არის ის, რომ დოკუმენტურში აძლევს ემის შესახებ Netflix-ს აქვს ძალიან საინტერესო დოკუმენტური 3 ნაწილიანია, 3 თუ 4, მე მგონი 3 სერიისგან შედგება. ძალიან საინტერესოდ გაკეთებული დოკუმენტურია სხვათა შორის. და იქ ზის და ინტერვიუს აძლევს. და ეხა განიცდის, რომ თავის დროზე არ თქვა, რომ ემი ნახა, იმიტომ რომ შემდეგ მოგვიანებით როცა მოყვა ეს ისტორია, კი გაგზავნეს, ანუ FBI-ის ადგილობრივი ოფისის აგენტებს თხოვეს, რა თქმა უნდა, რომ ადგილზე მისულიყვნენ და სიტუაცია შემოწმებინათ, მაგრამ რა თქმა უნდა, ვერაფერი ვეღარ იპოვეს და მოგვიანებით ბორდელი დაიწვა. მოგეთ, ამ არალეგალურ ბარს მე ბორდელს ვეძახი. მე მგონი ყველამ ვიცით რის შესახებაც ვსაუბრობთ, ხო? დაიწვა და იმის შემდეგ ხო, რა თქმა უნდა, ვეღარაფრის პოვნა ვეღარ შეძლეს. მისი ისტორიისაც მესმის რაღაც მხრივ რასაც ყვება, ეს კბილებამდე შეიარაღებული ტიპები, ასეთ სიტუაციაში, სადაც წესით არ უნდა ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ძალიან შეეშინა. მესმის, რომ თვითონ იმ სიტუაციაში ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებდა, ხა სუპერ გმირივით, მაგრამ წლები რანაირად იცდიდა, რომ ეს ისტორია მოეყოლა, როცა დაინახა, რამდენად შეშინებული იყო ემი, როგორი ისტორია მოუყვა. თუმცა ის მომენტი ქონდა, რომ როგორც საზღვაო ქვეითს, უამრავ სხვა პორტში ვარ ნამყოფი და უამრავი სხვადასხვა მსგავსი ისტორიები მაქვს ადგილობრივებისგან მოსმენილიო და მე ვფიქრობ, ცოტა კი არა და გადამწყვეტი მომენტი ის იყო, რომ არ დაუჯერა ემის. 2005 წელს კანადელი ტურისტი იყვება, რომ ბარბადოსის კუნძულებზე, ერთ-ერთ კუნძულზე საპირფარეშოში შეხვდა გოგონას. ანუ როგორც ტურისტი, თავის ქმართან ერთად ისინიც კრუიზით იყვნენ ბარბადოსზე და ქალაქის ცენტრში დადიოდა რაღაცა სუვენირების შესაძენად და ერთ-ერთი რესტორნის თუ ბარის საპირფარეშოში შევიდა, სადაც რამდენიმე კაბინა დგას ხოლმე და როცა ერთ-ერთ კაბინაში იყო თვითონ ხმა გაიგონა, როგორ შემოვიდა გოგონა, რომელსაც ორი მამაკაცი ახლდა, რომელმაც შემოაცილეს გოგონა საპირფარეშოში და მათი დიალოგი გაიგონა, როგორ ემუქრებოდნენ ეს მამაკაცები, რომ რაღაც საქმე ქონდათ რამდენიმე საათში და როგორ აფრთხილებდნენ, რომ ჭკვიანად მოიქეცი, არაფერი შეგეშალოს, თორემ შენს თავს დააბრალე, რაც მოხდება დაახლოებით მსგავსი ტექსტი და ძალიან საინტერესო მომენტს იხსენებს ეს ტურისტი, როგორ უთხრა კითხა ამ გოგონამ, ამ მამაკაცებს, რომ შეგვიძლია საქმეზე წასვლამდე ბავშვები ვნახოთ. და ეს მამაკაცი ეუბნება, თუ ჭკვიანად მოიქცევი, შეგიძლია რომ ბავშვები ნახო.
და ამ დროს უკვე თვითონაც გამოდის კაბინიდან, ნიჟარასთან დგას ხელებს იბანს, ესალმება, ეს გოგონაც ყურადღებას არ აქცევს, არ უყურებს. ქალი დიალოგში შესვლას ცდილობს, ეკითხება სახელს, ეკითხება საიდან არის, მაგრამ ემი ძალიან უცნაურად იქცევა, ძალიან შეშინებულია, ძალიან ის მოკლე პასუხებს იძლევა, სახელს ეუბნება და ეუბნება, რომ ამერიკიდან არის, დასავლეთ ვირჯინიიდან არის. აშკარად ძალიან ისტრესება ეს ქალი და გადის საფრთხეებიდან გადის და კარში ეს მამაკაცი ხვდება. რომელიც გასასვლელს უკეტავს და როგორც ყვება რაღაცა ეს სულელი ტურისტის როლი მოვირგეო, რომ სიტუაციიდან გამომძვრალიყავი. ოჯახს რა თქმა უნდა ემის ძებნა არ შეუწყვეტია. სპეციალური სატელეფონო ხაზი, საიტი, უამრავ სხვადასხვა გადაცემაში და საინფორმაციო გამოშვებებში სად არ გამოვიდნენ ინტერვიუების მისაცემად, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, არასდროს არ შეუწყვეტიათ რა თქმა უნდა ემის ძებნა, როგორც თვითონ ამბობენ, როგორც თვითონ ყვებიან, აი მუდმივად ველოდებოდით კომპიუტერის ხმას, ახალი მეილის ხმას, რომ იქნება რაღაც ახალი ინფორმაცია, იქნება რაღაც ახალი ინფორმაცია, ბევრი ძალიან მძიმე ინფორმაცია, რომელსაც წლების განმავლობაში იღებდნენ, რომ იცი შენი შვილი მოკლეს, ნაწილებად დაჭრეს და აქ დაწვეს, მისი გვამი და რაღაც კოორდინატებს, რომ გვიგზავნიდნენ და ამ დროს რა თქმა უნდა პირველი პანიკა, ცივი ოფლი გასხავს. მაგრამ მე დროსთან ერთად იმდენად ხშირად იღებ მსგავს შეტყობინებას, რომ ჯერ ვის აფიქრდება, რომ დედას მშობლებს, ოჯახს, რომელიც დაკარგულ შვილს ეძებს, მსგავსი ამაზრზენი მეილები და შეტყობინებები გაუგზავნა. საერთოდ რანაირი ადამიანიც არ ვიცი, რა უნდა იყო, რა არსება უნდა იყო, საერთოდ რა მსგავსი იდეა მოგივიდეს თავში, რომ დააჯდე და აკრიფო ტექსტი და გლოვიარე მშობლებს გაუგზავნო, რომლებიც დაკარგულ შვილს გამწარებით ეძებენ წლებია. აი ესაა კოორდინატები, სადაც შენი შვილის გვამი დაწვეს. და მე ეჩვევი, რომ იცი რა ხმად უნდა ჩაისუნთქო, ამოწმებ ამ კოორდინატებს და ხვდები, რომ საერთოდ არ არსებობს მსგავსი კოორდინატები. მაგრამ 2005 წელს იღებენ ანონიმურ პოსტას, ელექტრონულ წერილსთან ერთვოდა ფოტოები. ეს იყო ერთ-ერთი ესკორტის საიტიდან ჩამოტვირთული ფოტოები. და როგორც FBI-ის ექსპერტიზა, სახის კონტურების ექსპერტიზის შედეგად დადგინდა ემის ფოტოები. ესკორტში მუშაობას რო აიძულებდნენ, ეგ ჩემი აზრით ისაც ლოგიკა, თუ ცოცხალი იყო, ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლი რო გახდა, მე მგონი ეგ ძალიან ლოგიკურად ჟღერს თუ გავითვალისწინებთ სიტუაციას და ადგილს, სადაც გაქრა ემი, მაგრამ მე ვფიქრობ, ემს რაც განსაკუთრებულად მძიმე მომენტია წლების შემდეგ, როცა რეალურად შენი შვილის ფოტოებს ხედავ მსგავს სიტუაციაში. რა თქმა უნდა, ჯერ იყო ყველა გიმტკიცებს, რომ თავი მოიკლა და გადახტა და 1000 ვარიანტი, 1000 სხვადასხვა ვერსია ხო და შემდეგ უცებ ხედავ შენ ცოცხალი შვილის ფოტოებს მსგავს სიტუაციაში. ძალიან შეეცადნო სხვადასხვანაირად გაანალიზებინათ ეს ფოტოები, ვთქვათ, საწოლის თავი, რაც ფოტოში დგას, აი მატრასიც კი გავაანალიზეთ, რომ იქნებ რაღაცა სპეციალური ესეთი დეტალები ვიპოვოთ, რომლებიც აი კონკრეტული ადგილისთვის არის მხოლოდ დამახასიათებელი, რომ აი ამის მიხედვით მივაგნოთ, სად შეიძლება ყავდეთ ემი, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერი. მომდევნო წლებში ცნობები კვლავ მოდიოდა კარიბის ზღვის აუზში ან ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ბუნდოვანი ხილვების შესახებ, სადაც ვიღაც ამტკიცებდა, რომ ემი ამოიცნო, ამ მტკიცებებიდან არც ერთმა არ გამოიღო შედეგი, დადასტურებული მტკიცებულება, რაც ემის ადგილსამყოფელის ან რომელიმე დამნაშავის იდენტიფიცირებას გამოიწვევდა. 2010 წლის 24 მარტს მისი გაუჩინარებიდან ზუსტად 12 წლის შემდეგ ემი ლინ ბრედლი კანონიერად გარდაცვლილად გამოცხადდა. ეს პროცედურა სტანდარტული ფორმალობაა იმ შემთხვევებში, როდესაც ადამიანი მრავალი წლის განმავლობაში დაკარგულად ითვლება. იურიდიულად ეს ოჯახს საშუალებას აძლევს მოაგვაროს დაზღვევასთან და სხვა საოჯახო სამართალთან დაკავშირებული საკითხები, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ბრედლების ოჯახმა იმედი დაკარგა. პირიქით, მათთვის ეს მხოლოდ იურიდიული ნაბიჯია და არა ემოციური რეალობა. დღემდე ემი ლინ ბრედლი საერთაშორისო დაკარგული პირების რეესტრშია შეტანილი. არსებობს ვებსაიტი amybradleyismissing.com, სადაც აგროვებენ ინფორმაციას, აგვეყნებენ სხვადასხვა სიახლეებს და საზოგადოებას სთხოვენ ნებისმიერ
შესაძლო მინიშნებას. საინტერესო მომენტი ამ საიტთან დაკავშირებით არის ის, რომ სრულად უცნობი ადამიანის მიერ შექმნილი საიტია, ერთ-ერთი ვებ სლოთის, ანუ ერთ-ერთი ვებ დეტექტივის ადამიანს, რომელსაც crime ისტორიები ძალიან აინტერესებდა და ამ პერიოდში, როცა ეს ვებსაიტი შეიქმნა 2017-18 წელს, განსაკუთრებით აქტიური ხდებოდა ეს თემები ინტერნეტში. ყველა ინფორმაციას, რაც სხვა საიტებზე არსებობდა, ემისთან დაკავშირებით ამ საიტზე მოუყარა თავი და აქ გაუჩნდათ ერთ-ერთი საინტერესო იდეა, რომ მოდი ავტვირთოთ ახალი ფოტოები. რა ხდება ახლა ბრეგლების ოჯახში? საშობაო ფოტოები, მადლიერების დღის ფოტოები, ემის ძაღლის ფოტოები, მისი მანქანის ფოტოები, სხვათაშორის მისი მანქანა, მისი მშობლების გარაჟში ეხლაც დგას, მამამისი განსაკუთრებულად უვლის ახალი ვითარი ზინავს მანქანა, როგორც თვითონ ამბობს, დღემდე ელოდება, რომ ემი დაბრუნდება და თავის მანქანა დასჭირდება და ამიტომ დღემდე უვლის ემის მანქანას. ანუ მსგავსი ფოტოები, რომ შემოწმებინათ, ვინ შემოდის ამ საიტზე. ვის აინტერესებს ეს ამბები. რა თქმა უნდა, მთელი მსოფლიოდან, მაგრამ განსაკუთრებით რაც დააფიქსირეს IP მისამართები, როცა საიტს ცვლობ, რა თქმა უნდა, იოლა შეგიძლია შეამოწმო, საიდან შემოდიან ადამიანები შენს საიტზე. ბარბადოსის კუნძულებიდან იყო განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებელი ნახვების საიტზე და განსაკუთრებით დღესასწაულებზე. მადლიერების დღეზე და საშობაო დღეებში, რაც ძალიან საინტერესოა. ეს ქმნის ერთ თეორიას იმის შესახებ, რომ ეს ემია, რომელსაც დღესასწაულებზე განსაკუთრებულად უჭირს და განსაკუთრებულად ნოსტალგიას გრძნობს თავისი ოჯახის წევრების მიმართ და შედის და ამოწმებს ფოტოებს საიტზე. თუმცა შემდეგ ამას მეორე თეორია მოსდევს, რომ თუ ინტერნეტზე წვდომა აქვს, მაშინ რატო არ გვიკავშირდება პირდაპირ? რატო არ გვეუბნება სად არის? რაც სოლიდური კითხვა არის ნამდვილად, მაგრამ სტოკჰოლმის სინდრომი უნდა გავითვალისწინოთ, მე ვფიქრობ, რომ ამას შეუძლია დიდი როლი ითამაშოს, განსაკუთრებით თუ ნარკოტიკებზე დამოკიდებულების ფაქტორს გავითვალისწინებთ და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი. გახსოვთ კანადელი ტურისტის სიტყვები? ემიმ როგორი კითხა შეგვიძლია ბავშვები ვნახოთ. თუ ვივარაუდებთ, რომ ესკორტად მუშაობას აიძულებდნენ წლების განმავლობაში, ის ფაქტიც არ გაგვაკვირვებს, რომ შეიძლება ორსულადყოფილი იყო და შვილები ყავს, რაც უკვე ზეწოლის საშუალებას ქმნის მისი გამტაცებლებისთვის. თუ შვილები მასთან არ ყავს მუდმივად და ეს ბავშვები სადღაც არიან და რაღაც კონკრეტულ შემთხვევებში აძლევენ მხოლოდ ამ ბავშვების ნახვის უფლებას, ესაა ძალიან დიდი ზეწოლის საშუალება და სხვათა შორის FBI-ის აგენტი იხსენებს, რომ ეს არის ძალიან სამწუხაროდ სტანდარტული ისტორია, რომ როცა ეხება საქმე, რომელიც აი გავსი სიტუაციიდან დაგვიხსნია, თითქმის ყველა ყვება ერთსა და იმავე სიტუაციას. თუ იმას არ გააკეთებ, რასაც ჩვენ გეუბნებით, ემუქრებიან ოჯახის წევრების მკვლელობით. ანუ ის ფაქტი, რომ შეიძლება ემის კონდეს შეზღუდული წვდომა ინტერნეტზე, ეს იმას არნიშნავს, რომ იმის შესაძლებლობაც აქვს, რომ SOS სიგნალი გამოაგზავნოს, რომ აი აქ ვარ და მოდით და გადამარჩინეთ. ეს ისტორია განსაკუთრებით კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში Netflix-ის დოკუმენტურის შემდეგ. ემილი ბრედლი დაკარგულია. ძალიან საინტერესო დოკუმენტურია, როგორც გითხარით, მე ის მომენტი მაქვს ხოლმე ხშირად Netflix-ის დოკუმენტურებზე, როცა ერთ სერიანი ფილმი, ერთი დოკუმენტური კეთდება, თქვათ 1 საათიანი, საათნახევრიანი, ბევრ დეტალს იღებენ და ტოვებენ. ამ შემთხვევაში სხვათა შორის საკმაოდ ინფორმაციულად დატვირთულად ჰქონდათ გაკეთებული ეს დოკუმენტური. მე როგორც ეს დოკუმენტურის ნახვის შემდეგ ვიწყებ ხოლმე უფრო დეტალურად ინფორმაციის მოპოვებას, რომ აბა რა გამოტოვეს, აბა რა არ თქვეს და რა არ მოყვნენ. ამ შემთხვევაში არ მიპოვია სხვათა შორის ბევრი ისეთი მასალა და ინფორმაცია, რაც ამ დოკუმენტურში არ ჰქონდათ, ალბათ იმიტომაც რომ სამნაწილიანი დოკუმენტურია, ძალიან დეტალურად მიყვებიან იოლოუს ხაზს. სხვათა შორის მისი ქალიშვილის ინტერვიუა ამ დოკუმენტურში, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა. წლების შემდეგ მისი ქალიშვილი თანხმდება კამერის წინ დაჯდომას და ისტორიის მოყოლას, რომ ერთ-ერთი ესეთი კრუიზის შემდეგ, რომელიც დროის მხრივ ზუსტად ემის გაუჩინარებას ემთხვევა, როგორ შეიცვალა მამამისი. როგორ ყვებოდა, რომ რაღაც ისეთი გააკეთა, რაც არ უნდა გაეკეთებინა და თავს დამნაშავედ გრძნობს, მაგრამ ეს უფრო სიმთვრალეში მოყოლილ ისტორიებს გავს. რა თქმა უნდა, კამერის წინ
არაფერს არ აღიარებს ეს კაცი თვითონ არც ის კამერის წინ შვილი ურეკავს და ხმა ისმის სატელეფონო საუბრის მისი და მისი შვილის როგორ გაანადგურა შემდეგ ამ საიდუმლომ და ამ ისტორიამ როგორ შეცვალა მამის და როგორ გაანადგურა შემდეგ მათი ოჯახი და მისი მშობლები როგორ დაშორდნენ ერთმანეთს და როგორ როგორ მოუყვა ერთხელ დედამისმა რომ ამ კრუიზიდან დაბრუნების შემდეგ ჩემოდანი ქონდა თანმამამის იოს და დედამისი იხსენებს როცა გახსნა ეს ჩემოდანი იყო სასე ახალგაზრდა გოგონების ფოტოებით. სტუდიური ფოტოებით. აი ესეთი ფოტოებით კრუიზებზე რო იღებენ. თუმცა საინტერესო ის იყო, რომ ემის ფოტო არ იყო შიგნით. აქედან გამომდინარე ეს თეორია იქამდეც არსებობდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ დოკუმენტური შემდეგ და ამ ინტერვიუს შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა თეორია იმის შესახებ, რომ ადამიანებით მოვაჭრეებთან ქონდა რაღაც კავშირი. იელოუს ან გემის ეკიპაჟის დიდ ნაწილს მთლიანად. ეს ფოტოები იყო ახალგაზრდა თეთრკანიანი ლამაზი გოგონების ფოტოები. თელი ჩემოდანის სავსე. როგორც ჩანს, კურასაოში კრუიზი სავსე ამერიკელი ტურისტებით, უმეტეს შემთხვევაში არც იციან სად მოხვდნენ, რა ხდება მათ გარშემო და ეს გოგონები იოლად ხდებიან სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფებების მსხვერპლი. და ეს თეორიაც მე ყველაზე მეტად მაგ თეორიის ჯერა გულწრფელად რო გითხრათ, რომ რაღაც კავშირი ქონდათ ეკიპაჟის წევრებს, არ მგონია რომ ყველას, თუმცა ალბათ დიდ ნაწილს, შემიძლია წარმოვიდგინო იმ ნაწილს, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა ემის მიმართ. ფოტოებს იყენებდნენ იმისთვის, რომ ადამიანთა მოვაჭრეებისთვის ეჩვენებინათ გოგონები, ასე ვთქვათ, ასარჩევად, ვინ მოეწონებოდათ და შემდეგ სხვადასხვა გზით და ხერხით ხდებოდა ამ გოგონების გატყუება გემიდან. და სხვათა შორის კრუიზებიდან ადამიანების გაუჩინარება და ზოგადად დანაშაული კრუიზებზე ძალიან ხშირად ხდება. ეს იშვიათი თემა ნამდვილად არ არის. თქვენი აზრი მაინტერესებს ძალიან. თქვენ რომელ თეორიას მიიჩნევთ ყველაზე რეალურად? იმედი მაქვს, არავინ არ ფიქრობთ, რომ ემიმ სანაპირო დაინახა, შუაღამეს წყალში გადახტა იმის დასამტკიცებლად, რომ გემზე ადრე შემიძლია რომ სანაპიროზე მივიდე. ემის გაუჩინარებიდან კი თითქმის 3 წლეული გავიდა. ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ერთი რამ უცვლელი რჩება. ბრედლების ოჯახის კითხვა, რომელზეც პასუხი სამწუხაროდ დღემდე არ აქვთ. ეს საქმე მხოლოდ ერთი დაკარგული ადამიანის ისტორია არაა. ეს არის ისტორია სისტემური ხარვეზების, დაუდევრობის, დაკარგული დროის და იმ რეალობის შესახებ, რომ კრუიზები და ულამაზესი კუნძულები, ეს თითქოს უსაფრთხო მცურავი ქალაქები და საყვარელი შვებულების ადგილები, იოლად შეიძლება დანაშაულის ადგილებად იქცნენ. ემილი ბრედლის საქმეს კი კარიბის ზღვის სანაპირო სამწუხაროდ დღემდე საიდუმლოდ ინახავს.